რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ თქვენი სახელი, თქვენი წარსული და თქვენი ხასიათიც კი მხოლოდ ტვინის მიერ შექმნილი ილუზიაა. ილუზია, რომელიც მხოლოდ გადარჩენისთვის გჭირდებათ. ნეირომეცნიერება ამბობს, რომ თქვენი მე ილუზიაა. ფსიქოლოგია ამბობს, რომ ის თავდაცვაა. რელიგია კი გვაფრთხილებს, რომ ეს თქვენი დაცემული ბუნებაა. მაშ, ვინ ხართ თქვენ სინამდვილეში? თუ ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, ესე იგი თქვენი ცხოვრება თქვენ არ გეკუთვნით. თქვენ გმართავთ პერსონაჟი, რომელიც თქვენივე გონებამ შექმნა და საპყრობილეში გამოგკეტათ. დღეს ჩვენ ამ კედლებს დავანგრევთ. ჩვენ გავაშიშვლებთ სიმართლეს ეგოს შესახებ და დაგიმტკიცებთ, რომ ის, ვინც თქვენ გგონიათ, რომ ხართ, თქვენი ყველაზე დიდი მტერია. მზად ხართ გაიგოთ, ვინ ხართ სინამდვილეში. თქვენ იმყოფებით არხზე, ზურატუსტრა. აქ, ჩვენ განვიხილავთ თემებს არსის სიღრმეში. მეცნიერული მტკიცებულებები, ფსიქოლოგიური ანალიზი, რელიგიური სწავლებები, ფილოსოფია სიბრძნის კვალდაკვალ. ჩვენ ვეძებთ მხოლოდ სიღრმეს და გამოგვაქვს შიშველი სიმართლე. თუ ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, ესე იგი თქვენი ცხოვრება თქვენ არ გეკუთვნით. დროა, ერთად გავიგოთ შიშველი სიმართლე. ამ ვიდეოში ჩვენ ფენებად დავშლით თქვენს პიროვნებას. თქვენ მოისმენთ იმას, რასაც ნეირომეცნიერების ლაბორატორიებში ადასტურებენ, რასაც ფსიქოლოგიური პრაქტიკა წლებია მალავს და რასაც ქრისტიანული თეოლოგია ათასწლეულების მანძილზე გვიქადაგებდა. ეს არ არის უბრალოდ ინფორმაცია. ეს არის გზამკვლევი მათთვის, ვინც დაიღალა საკუთარი ეგოს ტყვეობით და ნამდვილი ავთენტური ცხოვრებას ცხოვრია. სანამ დავიწყებთ, დაფიქრდით, გსურთ თუ არა იყოთ იმ საზოგადოების ნაწილი, რომელიც ილუზიების მსხრევას და რეალობის გაშიშვლებას არ უშინდება. თუ თქვენთვის ღირებულია სიმართლე, რომელიც ხშირად არაკომფორტულია, მაგრამ ყოველთვის გამათავისუფლებელი, მაშინ გახდით არხ ზურატუსტრას ნაწილი. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ეს ვიდეო. ეს არ არის მხოლოდ მხარდაჭერა, ეს არის თქვენი პოზიცია, რომ ირჩევთ გაცნობიერებულობას და არა ძილს. გაუზიარეთ ეს ცოდნა მათ, ვინც ჯერ კიდევ ნიღბის ქვეშ იმალება. ახლა კი, დავიწყოთ. რა დაადგინა ნეირომეცნიერებამ? მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ის, რასაც თქვენ მეს უწოდებთ, მეცნიერული თვალსაზრისით მხოლოდ ტვინის მიერ შექმნილი ილუზიაა. თანამედროვე ნეირომეცნიერებამ აღმოაჩინა კონკრეტული მექანიზმი, რომელსაც ნაგულისხმევი რეჟიმის ქსელს უწოდებენ. ეს არის ტვინის უბნების ერთობლიობა, რომელიც მაშინ აქტიურდება, როდესაც ჩვენ არაფერს ვაკეთებთ და საკუთარ თავზე ვფიქრობთ. სწორედ აქ იბადება თქვენი ეგო. მეცნიერება გვეუბნება, რომ ეგო არ არის ერთი კონკრეტული წერტილი ტვინში. ეს არის პროცესი, რომელიც მუდმივად ცდილობს წარსულის მოგონებებისა და მომავლის შიშებისგან ერთიანი სურათი ააწყოს. ნეირომეცნიერმა ბრიუს ჰუდმა დაამტკიცა, რომ ჩვენი მეობა ისეთივე ილუზიაა, როგორც ოპტიკური ხრიკი. ტვინი ქმნის პერსონაჟს, რათა სამყაროში ორიენტაცია გაგვიადვილდეს, თუმცა ჩვენ ეს პერსონაჟი რეალური ადამიანი გვგონია. სინამდვილეში, თქვენი ტვინი წამში მილიონობით ოპერაციას ასრულებს, რომელთა უმეტესობას საერთოდ ვერ აცნობიერებთ. თქვენი ეგო კი მხოლოდ ფასადია. ის არის ხმა, რომელიც გეუბნებათ, რომ თქვენ ხართ ცალკეული განცალკევებული არსება, მაშინ როცა ბიოლოგიურად თქვენი სხეული და გონება მუდმივ ცვალებადობაშია. მეცნიერულად, ის, ვინც თქვენ გონიათ, რომ ხართ, უბრალოდ ტვინის მიერ შექმნილი ნარატივია, რომელიც გადარჩენისთვის გჭირდებათ. ახლა კი გადავიდეთ ფაქტებზე, რომლებიც ცივი მეცნიერული დაკვირვებით არის დადასტურებული. რა ემართებათ ადამიანებს, რომლებიც მთელ ცხოვრებას მხოლოდ საკუთარი ეგოს კვებას უთმობენ? ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კვლევა, რომელიც 80 წელზე მეტხანს გრძელდებოდა, აჩვენებს შოკისმომგვრელ რეალობას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ჩაკეტილები იყვნენ საკუთარ ეგოცენტრულ სამყაროში და ორიენტირებულნი იყვნენ მხოლოდ საკუთარ იმიჯზე, სტატუსსა და თვითახქმაზე, სიცოცხლის ბოლოს ყველაზე მეტად იტანჯებოდნენ. გრძელვადიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ეგოზე დაფუძნებული ცხოვრება პირდაპირ კავშირშია ნაადრევ დაბერებასთან და კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებასთან. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ეგო მუდმივად იმყოფება საფრთხის მოლოდინში. ის მუდმივად ადარებს საკუთარ თავს, სხვებს, რაც იწვევს კორტიზოლის ანუ სტრესის ჰორმონის ქრონიკულ მატებას. ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ როდესაც ადამიანი იდენტიფიცირდება თავის ეგოსთან, მისი ნერვული სისტემა მუშაობს გადაწვის რეჟიმში. ასეთი ადამიანების ტვინის სკანირება აჩვენებს, რომ მათი ემოციური ცენტრი ზედმეტად მგრძნობიარეა, რაც მათ აიძულებთ ნებისმიერ კრიტიკაზე ან წარუმატებლობაზე მტკივნეული რეაქცია ჰქონდეთ. დაკვირვების შედეგი ერთია. ეგო არ არის თქვენი მფარველი. პირიქით, ის არის ბარიერი, რომელიც გართმევთ რეალურ კავშირს სამყაროსთან და გიბიძგებთ იზოლაციისკენ.
რაც უფრო მეტად ცდილობთ თქვენი წარმოსახვითი მეს დაცვას, მით უფრო სუსტი და დაუცველი ხდება თქვენი რეალური ბიოლოგიური სისტემა. თუ ეგო არის ტვინის მიერ შექმნილი ილუზია და სტრესის წყარო, არსებობს თუ არა მისგან თავის დაღწევის გზა. მეცნიერება ამბობს, რომ დიახ, ეს შესაძლებელია. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენი ტვინი არ არის სტატიკური მოცემულობა. არსებობს მეთოდი, რომელსაც ეწოდება ყურადღების გაცნობიერებული მართვა. როდესაც ადამიანი სწავლობს საკუთარ ფიქრებზე დაკვირვებას ისე, რომ მათთან იდენტიფიცირება არ მოახდინოს, ნაგულისხმევი რეჟიმის ქსელი, ანუ ეგოს ბუდე, აქტივობას ამცირებს. ლაბორატორიულმა ტესტებმა დაადასტურა, რომ რეგულარული ვარჯიშის შედეგად, სულ რაღაც 8 კვირაში, ტვინის სტრუქტურა იწყებს ცვლილებას. მეცნიერული მეთოდი მარტივია, თუმცა რთული შესასრულებელი. ეს არის ფიქრისა და მოქმედების განცალკევება. რამდენად რეალურია სრული აღდგენა? კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც ამ პრაქტიკას მიჰყვებიან, აღწევენ მდგომარეობას, რომელსაც მეცნიერები მესშემცირებას უწოდებენ. ეს არ ნიშნავს პიროვნების გაქრობას. ეს ნიშნავს იმ შინაგანი ხმის გაჩუმებას, რომელიც მუდმივად გაკრიტიკებთ, გადარდებთ და გაშინებთ. ლაბორატორიული დაკვირვებები ადასტურებს, რომ ეს არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიური განწყობა. ეს არის ფიზიკური რეალობა. ტვინი წყვეტს ენერგიის ხარჯვას, ილუზორული იმიჯის შენარჩუნებაზე და იწყებს ამ ენერგიის მიმართვას რეალური აღქმისკენ. გამოსავალი არსებობს და ის თქვენს ნეირონულ კავშირებშია. გამარჯვების პროცესი და ტვინის გადაწყობა. ახლა კი მივედით ყველაზე მთავართან. რა ხდება თქვენს გონებაში მაშინ, როდესაც გამარჯვების გზას ირჩევთ? მეცნიერება ამას უწოდებს გადაწყობას ქვემოდან ზემოთ. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ეგო მართავს თქვენს ტვინს ქვედა ცენტრებიდან, სადაც შიში და ინსტინქტები ბინადრობს. მაგრამ გამარჯვების პროცესი იწყება მაშინ, როდესაც მართვის სადავეები ზედა ნაწილში, ანუ პრეფრონტალურ ქერქში გადადის. ეს არის ტვინის ის უბანი, რომელიც პასუხისმგებელია ნებაზე, ლოგიკასა და გაცნობიერებულ არჩევანზე. როდესაც თქვენ ამბობთ უარს ეგოს კარნახზე, თქვენს ნეირონებში ნამდვილი რევოლუცია ხდება. ნეირომეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ამ დროს ნაცრისფერი ნივთიერების სიმკვრივე იზრდება იმ ადგილებში, რომლებიც თვითკონტროლს განაგებენ. ხოლო ამიგდალა, რომელიც შიშსა და ეგოცენტრულ პანიკაზეა პასუხისმგებელი, ფიზიკურად პატარავდება. ეს არ არის მხოლოდ ფიქრი, ეს არის ტვინის არქიტექტურის შეცვლა. თქვენი გონება წყვეტს რეაგირებას გარე გამაღიზიანებლებზე და იწყებს მათ მართვას. ეს არის მომენტი, როდესაც ილუზორული პერსონაჟიდან გარდაიქმნებით გაცნობიერებულ ძალად. ტვინის სტრუქტურა იცვლება იმდენად ფუნდამენტურად, რომ ძველი შიშები და ჩვევები უბრალოდ კარგავენ თავიანთ ბიოლოგიურ საფუძველს. გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ თქვენ აღარ ხართ თქვენი ტვინის მძევალი, თქვენ ხდებით მისი ნამდვილი მფლობელი. ახლა კი შევხედოთ საკითხს ფსიქოლოგიური კუთხით. რა არის ეგო სინამდვილეში? ფსიქოლოგიის კლასიკური თეორიების მიხედვით, ეგო არის შუამავალი თქვენს შინაგან ინსტინქტებსა და გარე სამყაროს რეალობას შორის. ზიგმუნდ ფროიდის თეორიის თანახმად, ეგო არის პიროვნების ის ნაწილი, რომელიც ცდილობს დააბალანსოს ჩვენი დაუოკებელი სურვილები და საზოგადოების მიერ დაწესებული მორალური ნორმები. ის ფუნქციონირებს რეალობის პრინციპით. თუმცა, აქ იმალება მთავარი ხაფანგი. ეგო მუდმივად იყენებს თავდაცვის მექანიზმებს, რათა დაგიცვათ შფოთვისგან. ის გაიძულებთ დაიჯეროთ ისეთი რამ, რაც რეალობას არ შეესაბამება, ოღონდ თქვენი ფსიქიკური წონასწორობა არ დაირღვეს. კარლ იუნგის თეორია კიდევ უფრო ღრმად მიდის. ის განასხვავებს ეგოს და თვითობას, ანუ self-ს. იუნგის მიხედვით, ეგო მხოლოდ თქვენი ცნობიერების ცენტრია, პატარა კუნძული უზარმაზარ ოკეანეში. ის, ვინც თქვენ გონიათ, რომ ხართ, ხშირად არის მხოლოდ ნიღაბი, რომელსაც პერსონა ეწოდება. ეს ნიღაბი სოციუმთან ურთიერთობისთვის გჭირდებათ, მაგრამ პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც თქვენ ამ ნიღაბს საკუთარ თავთან აიგივებთ. ფსიქოლოგიური თეორიები ადასტურებენ, რომ ეგო არის კონსტრუქცია. ის არის ამბების ერთობლიობა, რომელსაც საკუთარ თავზე ხვებით. ის შედგება თქვენი წარმატებებისგან, ტრავმებისგან და სხვების შეფასებებისგან. ეს ყველაფერი მხოლოდ ფსიქოლოგიური სტრუქტურაა და არა თქვენი ნამდვილი არსი. თქვენ ბევრად მეტი ხართ, ვიდრე ის პერსონაჟი, რომლის დაცვასაც ყოველდღიურად ცდილობთ. ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, თუ რა დაადასტურა მრავალწლიანმა ფსიქოლოგიურმა პრაქტიკამ და დაკვირვებამ. რა ემართება ადამიანს, როდესაც მისი ეგო ზედმეტად დომინანტური ხდება? ფსიქოლოგიურად დადასტურებულია, რომ ასეთი ადამიანები იმყოფებიან მუდმივი თავდაცვის მდგომარეობაში. მათთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი აღიქმება არა როგორც ინფორმაცია, არამედ როგორც პერსონალური თავდასხმა. ეს იმიტომ ხდება, რომ ეგო ძალიან მყიფე კონსტრუქციაა. ის მუდმივად საჭიროებს გარედან დადასტურებას, აპლოდისმენტებს და აღიარებას, რათა თავი არსებულად იგრძნოს. დაკვირვებები აჩვენებს, რომ ეგოს ტყვეობაში მყოფი ადამიანები მიდრეკილნი არიან პროექციისკენ.
ეს არის ფსიქოლოგიური მექანიზმი, როდესაც საკუთარ უარყოფით თვისებებსა და შიშებს ხვებს მიაწერთ. თქვენ ვერ ხედავთ ადამიანებს ისეთებს, როგორიც არიან, თქვენ მათში მხოლოდ საკუთარი ეგოს ანარეკლს ხედავთ. კლინიკურმა ფსიქოლოგიამ დაადგინა, რომ ეგოზე მიჯაჭვულობა წარმოშობს ეგრეთ წოდებულ იმპოსტერის სინდრომს. შინაგანი ხმა მუდმივად გეუბნებათ, რომ არ ხართ საკმარისად კარგი, რომ ვიღაც აუცილებლად გამოგააშკარავებთ. ეს ქმნის გაუცხოებას საკუთარ თავთან. რაც უფრო მეტად ცდილობს ადამიანი თავისი იმიჯის სრულყოფას, მით უფრო მეტად იფიტება მისი შინაგანი რესურსი. ფსიქოლოგიური ფაქტია. ეგო არ გაძლევთ საშუალებას იყოთ ბედნიერი აქ და ამჟამად, რადგან ის ყოველთვის წარსულის სინანულში ან მომავლის მოლოდინშია ჩარჩენილი. ის არის კედელი თქვენსა და ნამდვილ სიმშვიდეს შორის. როგორ უნდა დააღწიოს ადამიანმა თავი ეგოს მარწუხებს? ფსიქოლოგიური პრაქტიკა გვეუბნება, რომ ეს არ არის ერთჯერადი აქტი, ეს არის პროცესი, რომელიც კონკრეტულ ეტაპებს მოიცავს. პირველი ეტაპი არის გაცნობიერება. თქვენ უნდა დაიწყოთ საკუთარი თავის დაკვირვება გვერდიდან. ფსიქოლოგიაში ამას მეტაკოგნიცია ეწოდება. ეს არის მომენტი, როდესაც ხვდებით, რომ თქვენ არ ხართ თქვენი ფიქრები, არამედ ხართ ის, ვინც ამ ფიქრებს უსმენს. როდესაც ეგო გეუბნებათ, რომ ვიღაცაზე უკეთესი ან უარესი ხართ, თქვენ უბრალოდ აფიქსირებთ ამ ფაქტს და არებმებით მის თამაშში. მეორე ეტაპი არის დეიდენტიფიკაცია. ეს ნიშნავს იმ ილუზორული იარლიყების მოხსნას, რომლებსაც წლების განმავლობაში ატარებდით. თქვენ აღარ ხართ მხოლოდ თქვენი პროფესია, თქვენი სტატუსი ან თქვენი წარსული შეცდომები. პრაქტიკაში ეს მუშაობს მაშინ, როდესაც წყვეთ საკუთარი ღირებულების გაზომვას გარე მიღწევებით. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი არის ჭრდილთან მუშაობა. თქვენ უნდა აღიაროთ ის თვისებები, რომლებსაც თქვენი ეგო საგულდაგულოდ მალავდა. სანამ გაურბიხართ საკუთარ სისუსტეებს, ეგო ყოველთვის გმართავთ შიშის მეშვეობით. მათთან პირისპირ შეხვედრა კი ამ ძალაუფლებას არ თმევს მას. ფსიქოლოგიურად დადასტურებულია, რომ რეალური პროგრესი იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი წყვეთს საკუთარი თავის მუდმივ მართლებას. გამოსავალი არის სიმართლეში, რაც არ უნდა მწარე იყოს ის. მხოლოდ ამ გზით ხდება შესაძლებელი ფსიქოლოგიური სიმწიფის მიღწევა, სადაც ეგო აღარ არის დიქტატორი, არამედ ხდება უბრალო ინსტრუმენტი თქვენს ხელში. და აი მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ფსიქოლოგიური ბრძოლა გამარჯვებით სრულდება. რა იცვლება თქვენში, როდესაც ეგო წყვეთს თქვენს მართვას? ფსიქოლოგიაში ამას ეწოდება ავთენტურობის დაბადება. გამარჯვების პროცესი ნიშნავს, რომ თქვენი ენერგია აღარ იხარჯება თავდაცვითი კედლების შენებაში. როდესაც ეგო უკანა პლანზე იწევს, თქვენ თავისუფლდებით სოციალური შფოთვისგან. თქვენ აღარ გჭირდებათ იყოთ იმაზე უკეთესი, ვიდრე ხართ, რადგან ხვდებით, რომ თქვენი ღირებულება არ არის დამოკიდებული სხვების აღქმაზე. ამ დროს ხდება უმნიშვნელოვანესი რამ. თქვენი ყურადღება გარეთა სამყაროდან შიგნით ბრუნდება. ფსიქოლოგიურად დადასტურებულია, რომ ადამიანები, რომლებმაც ეს ეტაპი გაიარეს, ხდებიან ბევრად უფრო კრეატიულები და მშვიდები. ისინი აღარ რეაგირებენ იმპულსურად, რადგან მათ ფიქრებსა და მოქმედებებს შორის ჩნდება თავისუფალი სივრცე. ეს არის სივრცე, სადაც თქვენ ხართ ნამდვილი მმართველი. გამარჯვების შემდეგ თქვენი პიროვნება აღარ არის დაგსაქსული. თქვენ აღარ გაქვთ შიში იმისა, რომ ვინმე თქვენს ნიღაბს ჩამოხსნის, რადგან ნიღაბი აღარ არსებობს. შიშველი სიმართლე ისაა, რომ ნამდვილი ძალა არა ეგოს გაძლიერებაში, არამედ მისგან გათავისუფლებაშია. ეს არის მომენტი, როდესაც თქვენი ფსიქიკა აღწევს სრულ მთლიანობას. თქვენ აღარ გონიათ თავი ვიღაცად, თქვენ უბრალოდ ხართ ის, ვინც ხართ. და სწორედ ამ წერტილიდან იწყება ნამდვილი, გაცნობიერებული ცხოვრება. ეგო, როგორც სულიერი ბარიერი და დაცემული ბუნება, ახლა კი გადავიდეთ იმ სულიერ რეალობაზე, რომელსაც ქრისტიანული თეოლოგია ათასწლეულების განმავლობაში სწავლობს. რა არის ეგო ქრისტიანულ ჭრილში? ეს არის ის, რასაც წმინდა მამები დაცემულ ბუნებას ან ძველ ადამიანს უწოდებენ. ქრისტიანული სწავლებით, ეგო არის გაზვიადებული თვითსიყვარული, რომელიც ადამიანს აშორებს თავის შემოქმედს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს სამყაროს ცენტრად აცხადებს. პირველი ცოდვა სწორედ ეგოს დაბადება იყო, სურვილი იმისა, რომ ყოფილიყვნენ ღმერთივით, ოღონდ ღმერთის გარეშე. სწორედ აქედან იღებს სათავეს ის შინაგანი სიცარიელე, რომლის ამოვსებასაც ეგო მუდმივად ცდილობს ძალაუფლებით, აღიარებითა და მატერიალური ნივთებით. თეოლოგიურად, ეგო არის ილუზია, რომელიც გვაჯერებს, რომ ჩვენი არსებობა მხოლოდ ჩვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ეს არის ამპარტავნება, რომელიც სულს ბლოკავს და არ აძლევს საშუალებას დაინახოს სიმართლე. ქრისტიანობა გვეუბნება, რომ სანამ ადამიანი საკუთარი ეგოს ტყვეა, ის სულიერად ბრმაა. ის ხედავს მხოლოდ საკუთარ ინტერესებს და ვერ აღიქვამს მოყვას, როგორც საკუთარ თავს. ეგო არის კედელი, რომელიც ჩვენ სულსა და ღვთიურ ენერგიას შორის დგას. ის არის ხმა, რომელიც გეუბნებათ,
მე ვარ მთავარი, მე ვიცი ყველაფერი უკეთესად. მაგრამ სწორედ ეს მეობა არის თქვენი ყველაზე დიდი საპყრობილე. ქრისტიანული თეოლოგია გვაფრთხილებს. სანამ ადამიანი საკუთარ თავში ეგოს არ დაამარცხებს, ის ვერასოდეს იპოვის ნამდვილ თავისუფლებას და სიმშვიდეს, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება. საუკუნოვანი ქრისტიანული ასკეტიკა და სულიერი გამოცდილება ადასტურებს ერთ მკაცრ რეალობას. ეგოს ტყვეობაში მყოფი ადამიანი მუდმივი შინაგანი შფოთვისთვის არის განწირული. რელიგიურ პრაქტიკაში დადასტურებულია, რომ როდესაც ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავითაა დაკავებული, მისი სულიერი ხედვა ვიწროვდება და ის კარგავს უნარს, განიცადოს ნამდვილი სიყვარული და თანაგრძნობა. წმინდა მამების გამოცდილება გვეუბნება, რომ ეგო წარმოშობს ცრუ სიმშვიდეს, რომელიც პირველივე განსაცდელისას იმსხვრევა. დადასტურებულია, რომ ის, ვინც საკუთარ თავს სხვებზე მაღლა აყენებს, სინამდვილეში ყველაზე სუსტია, რადგან მისი კეთილდღეობა დამოკიდებულია გარეშე ფაქტორებზე, სხვების შექებაზე, სტატუსსა და მატერიალურ უზრუნველყოფაზე. როგორც კი ეს საყრდენები ქრება, ეგო პანიკაში ვარდება. სულიერი პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეგო არის მთავარი მიზეზი იმისა, რასაც თეოლოგიაში სულიერ სიკვდილს უწოდებენ. ეს არ არის ფიზიკური დასასრული, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ცოცხალია, მაგრამ მისი გული გამოფიტულია. ის ვერ პოულობს სიხარულს უბრალო საგნებში, რადგან მისი ეგო ყოველთვის უფრო მეტს ითხოვს. ქრისტიანული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეგოიზმი არის შხამი, რომელიც ნელ-ნელა კლავს ადამიანში ყველაფერს ღვთიურს და ტოვებს მხოლოდ სარიელ გარს, რომელიც მუდმივად შიმშილობს. რა სულიერ გზას თავაზობს ქრისტიანობა ადამიანს, რათა მან თავი დააღწიოს საკუთარი ეგოს ტყვეობას? ეს გზა გადის ორ უმთავრეს პრინციპზე: სინანულსა და თავმდაბლობაზე. თეოლოგიური გაგებით, სინანული, ანუ მეტანოია, არ არის მხოლოდ სინდისი ქენჯნა. ეს არის გონების სრული შემოbrunება. ეს არის მომენტი, როდესაც თქვენ წყვეტთ საკუთარი ეგოს მსახურებას და მართვის სადავეებს ღმერთს გადასცემთ. გამოსავალი იწყება მაშინ, როდესაც აღიარებთ, რომ თქვენი ილუზორული მეობა არ არის ყოვლისშემძლე და მას ჭირდება კურნება. თავმდაბლობა კი არის ის იარაღი, რომელიც ეგოს ყველაზე მეტად აშინებს. ქრისტიანული პრაქტიკა გვასწავლის, რომ თავმდაბლობა არ არის სისუსტე პირიქით, ეს არის უდიდესი ძალა. როდესაც ადამიანი თავმდაბლდება, ის ათავისუფლებს ადგილს საკუთარ სულში, რათა იქ ღვთიური მადლი შევიდეს. ეგო კი ამ დროს იკუმშება და კარგავს თავის დამანგრეվել ძალაუფლებას თქვენზე. ქრისტიანობა გთავაზობთ ლოცვასა და მარხვას, როგორც პრაქტიკულ სავარჯიშოებს ეგოს მოსათვინიერებლად. მარხვა გვასწავლის სხეულებრივი და ფსიქოლოგიური სურვილების მართვას, ხოლო ლოცვა საკუთარი თავიდან ღმერთზე ყურადღების გადატანას. ეგოსგან გათავისუფლების გზა გადის საკუთარი თავის უარყოფაზე. ეს არ ნიშნავს პიროვნების განადგურებას, არამედ იმ ცრუ ფასადის დანგრევას, რომელიც ნამდვილ სიცოცხლეს გიმალავდათ. მხოლოდ მაშინ, როდესაც ეგო კვდება, იწყება სულის ნამდვილი აღდგომა. გამარჯვების პროცესი და სულის ფხიზელი მდგომარეობა. რა ხდება ადამიანის სულში, როდესაც ის ეგოსთან ბრძოლაში გამარჯვებას აღწევს? ქრისტიანული თეოლოგია ამას სულიერ განახლებასა და განღმრთობას უწოდებს. ეს არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიური ცვლილება, ეს არის სრული მეტამორფოზა. გამარჯვების პროცესი იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი წყვეტს საკუთარი თავის სამყაროს ცენტრად განხილვას. ამ დროს სულში შემოდის ის მშვიდობა, რომელსაც ეგო ვერასოდეს მისცემდა. ეგოს ხმა, რომელიც მუდმივად შფოთავდა, იკარგება და მას ცვლის ღვთიური მადლის სიჩუმე. ადამიანი ხდება ფხიზელი, რაც სულიერ ენაზე ნიშნავს იმას, რომ ის ხედავს სამყაროს ისეც როგორიც არის, ყოველგვარი ილუზიებისა და ვნებების გარეშე. სულიერად გამარჯვებული ადამიანი აღარ არის დამოკიდებული სხვების შეფასებაზე, რადგან მისი ერთადერთი საზომი ღმერთთან კავშირია. ის ხდება თავისუფალი, რადგან მისი ნება აღარ არის დამორჩილებული ეგოისტურ სურვილებს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც თქვენ აღარ გონიათ თავი ვიღაცად, არამედ ხართ ღვთის ხატება და მსგავსება. შიშველი სიმართლე ისაა, რომ ეგოს დამარცხება სინამდვილეში არის საკუთარი ნამდვილი პიროვნების პოვნა. როდესაც თქვენ კვდებით ეგოსთვის, თქვენ იბადებით სულისთვის. ეს არის გამარჯვება, რომელიც ადამიანს ანიჭებს ძალას, რომ უყვარდეს უანგაროდ, აპატიოს გულწრფელად და იცხოვროს მარადიულობის შეგრძნებით აქ, ამ წუთას. ეს არის სრული აღდგენა, როდესაც ადამიანი ბრუნდება თავის პირველად, სუფთა და ნათელ მდგომარეობაში. მოდით, შევაჯამოთ ის, რაც მეცნიერებამ დაგვანახა. თუ ნეირომეცნიერება ამბობს, რომ ეგო მხოლოდ ტვინის ქსელების მუშაობის შედეგია, ფილოსოფიურად ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ თქვენი ბიოლოგიური მანქანის ტყვე. შიშველი სიმართლე ისაა, რომ თქვენ ხართ ცნობიერება, რომელიც ამ მანქანას აკვირდება. ბიოლოგია გვაძლევს აპარატს, მაგრამ ჩვენს რეალურ ძალას განსაზღვრავს ის, თუ როგორ ვიყენებთ ამ აპარატს. ტვინის ნეიროპლასტიურობა არის ფილოსოფიური დასტური იმისა, რომ ადამიანი არ არის დასრულებული პროექტი. თქვენ გაქვთ ძალა, შეცვალოთ საკუთარი ბედი, რადგან თქვენი ტვინიც კი მზად არის თქვენს ნებას დაემორჩილოს.
გამარჯვება იწყება იმ წამს, როდესაც ხვდებით. მე არ ვარ ჩემი ნეირონების ჯამი, მე ვარ ის, ვინც ამ ნეირონებს ახალ გზებს უხაზავს. ფსიქოლოგიამ დაგვანახა, რომ ეგო არის ნიღაბი, რომელიც გადარჩენისთვის დაგვჭირდა. მაგრამ ფილოსოფიური კუთხით, რატომ არის ეს სიმართლე ასეთი მწარე? იმიტომ რომ ეგოს გაშიშვლება ნიშნავს ყოველგვარი ილუზიის მსხვრევას. შიშველი სიმართლე ისაა, რომ თქვენი ტანჯვის უდიდესი ნაწილი მოდის იმ პერსონაჟის დაცვის მცდელობიდან, რომელიც სინამდვილეში არც არსებობს. როდესაც წყვეთ საკუთარი იმიჯის მსახურებას, თქვენ პოულობთ ნამდვილ ავთენტურობას. ეს არის თავისუფლება ყველანაირი როლისგან. თქვენ აღარ გჭირდებათ იყოთ წარმატებული, ძლიერი ან დაფასებული სხვების თვალში, რათა თავი არსებულად იგრძნოთ. თქვენი არსებობა თავისთავადია და მას არ სჭირდება ფსიქოლოგიური დასტურები. სულიერი და მეცნიერული გზების გადაკვეთა. აქ ხდება ყველაზე საინტერესო რამ მეცნიერება და რელიგია ერთ წერტილში იკვეთება. ის, რასაც მეცნიერება ეგოს აქტივობის შემცირებას უწოდებს, ქრისტიანული თეოლოგია თავმდაბლობასა და საკუთარი თავის უარყოფას არქმევს. ეს არის ერთიანი პრაქტიკული გამოსავალი. ეგოიზმისგან დისტანცირება არის ერთადერთი გზა რეალობასთან კავშირის აღსადგენად. ფილოსოფიური სინთეზი გვეუბნება, რომ სულიერი სიმშვიდე და ტვინის ჯანსაღი ფუნქციონირება ერთი და იგივე მონეტის ორი მხარეა. გამარჯვება არ არის სადღაც შორს, ის აქ არის საკუთარი თავისგან გათავისუფლების პროცესში. და აი დავსვათ წერტილი. ვინ გეგონათ თავი კრიზისამდე? თქვენ გეგონათ, რომ იყავით თქვენი შიშები, თქვენი სახელი, თქვენი სტატუსი და თქვენი წარსული. თქვენ გეგონათ, რომ იყავით ის მყიფე ეგო, რომელიც ყოველ ნაბიჯზე საფრთხეს გრძნობდა, მაგრამ ვინ ხართ სინამდვილეში გამარჯვების შემდეგ? თქვენ ხართ ის თავისუფალი ნება, რომელმაც შეძლო საკუთარი თავის გადალახვა. შიშველი სიმართლე ასეთია. ეგო არის მხოლოდ ხმაური, თქვენ კი ხართ სიჩუმე, რომელშიც ეს ხმაური ისმის. თქვენ ხართ გამარჯვებული, არა იმიტომ რომ სხვებს აჯობეთ, არამედ იმიტომ რომ დაამარცხეთ ყველაზე დიდი მტერი, საკუთარი ილუზორული მე. ახლა თქვენ გაქვთ სრული სურათი. ნუ ღარ დაბრუნდებით საპყრობილეში. იცხოვრეთ ფხიზლად, იცხოვრეთ სიმართლეში. ახლა თქვენ გაქვთ სრული სურათი. შეგიძლიათ ეს ყველაფერი უბრალოდ მორიგ საინტერესო ინფორმაციად მიიღოთ და ხვალ ისევ ძველებურად გაიღვიძოთ. ან შეგიძლიათ აღიაროთ, რომ თქვენს შიგნით ნამდვილი რევოლუცია დაიწყო. თუ გრძნობთ, რომ ეს ვიდეო იყო ის სარკე, რომელშიც თქვენი ეგო პირველად გამოჩნდა მთელი თავისი სიშიშვლით, მაშინ ნუ დატოვებთ ამ ცოდნას მხოლოდ თქვენთვის. ამ ვიდეოს მოწონება და გაზიარება არ არის სტატისტიკა. ეს არის სიგნალი ალგორითმისთვის, რომ სიმართლესა და სიფხიზლეს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე იაფ ფასიან გართობას. გაუზიარეთ ეს ვიდეო მათ, ვინც თქვენთვის ძვირფასია. თუ გსურთ, რომ მომავალშიც ერთად ვეძებოთ ის, რაც ნამდვილია და რაც მარადიული, გამოიწერეთ არხი ზურატუსტრა. აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რაც კომფორტულია, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც რეალურია. მადლობა, რომ ბოლომდე იყავით. გახსოვდეთ, ეგო ყოველთვის შეეცდება უკან დაბრუნებას. თქვენი ამოცანაა. ყოველ წამს ფხიზლად იყოთ.